დემოკრატები აჭარეს უმაღლეს საბჭოში ახალი ფრაქციის შექმნას გეგმავენ. კოალიციის უკვე ყოფილმა წევრმა სულხან ღლონტმა და თემურ კახიძემ ინფორმაცია დაგვიდასტურეს. ჯერ უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიის კიდევ ერთი წევრი ანზორ თხილაიშვილი. როგორც სულხან ღლონტი განმარტავს, მისი ოპოზიციაში გადასვლა რეგიონს ახალ პოლიტიკურ სიცოცხლეს მოუტანს. დეპუტატის განცხადებით, თავისუფალი დემოკრატები აქტიურად ჩაერთვებიან რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში. დეპუტატი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ისინი ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსებს არ მისცემენ. კოალიციის რიგების შუახევის საკრებულოს წევრმა არმაზ ბახტაძემაც დატოვა. თავისუფალი დემოკრატების წევრი აქტიურ მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გეგმავს. შეგახსენებთ, რომ თავისუფალ დემოკრატებს აჭარის უმაღლეს საბჭოში 3 დეპუტატი ჰყავს. გავაგრძელებთ დღეიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციურ მოღვაწეობას. ჩემი აზრით არა მხოლოდ მე, არამედ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ბატონი თემურ კახიძეც და დაველოდებით ანზორ თხილაიშვილის განცხადებას, რომელმაც ითხოვა, რომ თვითონ გააკეთოს განცხადება. ეს მოუტანს რეგიონს ახალ პოლიტიკურ სიცოცხლეს, ეს არის ფაქტი, იმიტომ რომ დღეიდან ქართულებს ოცნება ძალიან კვალიფიციური ოპოზიცია ეყოლება აჭარის უმაღლეს საბჭოში, მათ შორის სხვადასხვა საკრებულოებში რაიონების დონეზე. ახლახანს განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიისთვის იყო მოულოდნელი, მაგრამ რადგან ესე გადაწყდა, მთელი სრული შემადგენლობით ჩვენ გადავედით ოპოზიციაში, დავტოვეთ კოალიცია ქართული ოცნება, მაგრამ მე პირადად შუახევის მოსახლეობასთან ერთად, შუახევის იმ დეპუტაციის ნაწილთან ერთად პარტიებთან, ამის რესურსი არსებობს კოალიციაში და კოალიციის გარეთაც, ვისთანამშრომლობ იმასთან, ვის შუახევისგან გამომდინარე, შუახევის ინტერესებიდან გამომდინარე ყველა საკითხზე მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც შუახევის ინტერესებიდან გამოდის.